მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი შეხვედრები ჩინეთის შესახებ წარმატებით დასრულდა და დამერწმუნებით ალბათ, რომ თითეული შეხვედრა იყო ძალიან ინფორმაციული, საინტერესო. ყველა შეხვედრას ეტყობოდა, რომ სპიკერი იყო პროფესიონალი, ამ საკითხის ექსპერტი და მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრა გაგრძელებული იყოს, რადგან ცოტა დაგვაკლდა და უფრო რაღაცა ინტენსიური, იმდენად დიდია ეს კულტურა, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება უფრო მეტად გავშალოთ ეს თემები. პირველად ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენმა სპიკერებმა, პირადად ჩემთვის ყველაზე უცნობი კულტურა შემოვიდა. საკმაოდ ბევრს კითხულობ ხელოვნებაზე, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე ნაკლებად ჩინურ ხელოვნებას და კულტურას ვიცნობ, რადგან ძალიან შორს და ძალიან მიუწვდომლათაც შეიძლება ითვლებოდეს ჩვენში და ამავე დროს სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ეთმობა თუნდაც ხელოვნების სწავლის დროს. მე მიხარია, რომ ჩინეთთან საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს, ძალიან ბევრი რამით მსოფლიოს თავისი ინოვაციებით, თავისი კულტურით აოცებს და რენესანსული კულტურაც კი ჩინეთიდან იწყება. უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ამის ინფორმაცია ესე ფართო საზოგადოებას გულისხმობ. ფასკუნჯის ეგიდით, სანამ ლექციები დაიწყებოდა, ჩვენ დავგეგმეთ მოგზაურობა ჩინეთში და ჩვენი მოგზაურობის მიზანი იყო, ზოგადად ჩვენი მოგზაურობის მიზანი არის, რომ არა მხოლოდ რამის დასათვალიერებლად წავიდეთ, არამედ რაღაც შემეცნებითი აქტივობებით იყოს ეს ჩვენი მოგზაურობები და შაკოსთან ერთად, რომელიც ჩემი დიდი ხნის სტუდენტობის, ასე ვთქვათ, მეგობრობა გვაკავშირებს, გადავწყვიტეთ, რომ პატარა ტური გავაკეთოთ, რაღა პატარა დაახლოებით 10 დღიანი და მინდა რომ მან წარმოგვიდგინოს ეს ტური და თუ მსურველები იქნებიან, დიდი სიამოვნებით დავიწყებთ დაორგანიზებას ამ ყველაფრის. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ყოფილიყო შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, ისტორიული ადგილებით, ბუნების ძეგლებით და სწორედ ასე შეირჩა ჩვენი ადგილები და მინდა რომ წარმოგვიდგინოს ეს ყველაფერი და დავიწყოთ თანდათან ორგანიზება ამ კულტურული მარშრუტის, რომელსაც ერთად ეს კვლევითი ცენტრი და ჩვენ ფასკუნჯი დავიწყეთ. მადლობა სალომე. წარდგენისთვის მართლაც ასე ვთქვათ 9 შეხვედრა ჩავატარეთ. შეიძლება ითქვას პირველი მათი შეხვედრა, იმიტომ რომ მე ჩემი ცალკეული შეხვედრა ჩინური ცივილიზაციის თავისებურებებზე შეგვიძლია ამ კონტექსტში გავიყვანოთ და რამსმენის პროცესში ჩემთვისაც ბევრი სიახლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ წლებია დაკავშირებული ვარ ამ საზოგადოების კვლევასთან და კიდევ როგორც ახსენე 1000 იდეები მომდიოდა, რა შეიძლებოდა მომესმინა, რა თემები შეგვიძლია განგვეხილა, იმიტომ რომ ეს არის რაღაც გაუკვალავი თოვლი, ეს საზოგადოება, ეს ცივილიზაცია, რომელზეც შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ. და ამ ყველაფრის აღქმის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა გარდა იმ თეორიული ლექციების, პრეზენტაციების ადგილზე შეგრძნობა, იმიტომ რომ მაინც ერთია, როდესაც ადგილზე ხედავ ამ ყველაფერს, დინამიკას, ამ 5000 სლოვან ცივილიზაციას უწყვეტს, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალურად ორი უწყვეტი ცივილიზაცია გვაქვს ამჟამად, რომელიც არსებობს ინდური და ჩინური. დანარჩენი ცივილიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იგივე იყოს ბერძნული, შუამდინარული, რომაული თუ ასე შემდგომ, ის რაღაცნაირად მან ის იმ ცივილიზაციებს ახასიათებს ის, რომ ისინი ერთმანეთში აითქვიფნენ, გადაიზილნენ და ძალიან რთულია იმის დაჭერა, რა არის დღევანდელ დასავლურ ცივილიზაციაში, მაგალითად, რომის მემკვიდრეობა, საბერძნეთის განმანათლებლობის რენესანსის ჩინეთს ეს უპირატესობა აქვს, რომ ეს ყველაფერი არის უწყვეტი და სულ ჩინური იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ და ჩვენი ორგანიზაცია, ასოციაცია ცდილობს დააგეგმოს თქვენთან ერთად ეს გასვლა, მინიმუმ ალბათ 10 დღე ყველა ვარიანტში დაგვჭირდება. ჩვენთვის ერთი პრობლემა მოგზაურობისას არის ის, რომ ის არის ძალიან დიდი. სანახავია εν რაოდენობით კულტურული, რა ვიცი, ისტორიული, ასევე ბუნების ძეგლი და ძალიან ბევრ გაგვიჭირდა იმის არჩევა თუ რა. მაგრამ ალბათ შეუძლებელია ჩახვიდეთ ჩინეთში და ბუნებრივი არ ნახავ ეს უძველესი დედაქალაქი და დიდი კეტელი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დავიწყოთ პეკინიდან. ჩაფრენა
ასე ვთქვათ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში, როგორც მინიმუმ ალბათ 3-4 დღე დაგვრჩირდება, იმიტომ რომ დიდი კედელი არის პეკინის ჩრდილოეთით და პეკინში ალბათ აუცილებლად უნდა ვნახოთ გარდა თანამედროვე, ასე ვთქვათ, ჩინეთის ნაწილისა და იმისა თუ როგორ ცხოვრობენ თანამედროვე, ასე ვთქვათ, მილიარდნახევრიანი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ პოლიტიკურ კულტურულ ცენტრში, ასევე ისტორიული ადგილები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზაფხულის სასახლე, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ცენტრში პეკინის, თიანანმენის მოედანი და ზაფხულის სასახლე, მინგის დინასტიის დაახლოებით 500 წელს მოიცავს. მინგის დინასტიის დროს არის აშენებული, ასევე აკრძალული ქალაქი, რომელიც არის თიანანმენის მოედნის წინ, ასევე გეგმავთ ბუნებრივია დიდი კედლის ნახვას, იმ მონაკვეთის დიდი კედელი არის 21000 კილომეტრი, ძალიან დიდია, მაგრამ პეკინთან ახლოს არის 3 ძირითადი ლოკაცია, პატალინი, მუთინიუ და რომელიმეს ალბათ ავირჩევთ, პეკინიდან საათნახევრის სავალია. ესეც მინგის დინასტიის ბოლო პერიოდის, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ მე-15-მე-16 საუკუნეში რესტავრირებული და აშენებული მონაკვეთია, ყველაზე კარგად არის შემორჩენილი სხვა მონაკვეთებთან მიმართებით და ეს იქ იგრძნობა მართლა ამ ცივილიზაციის ძალიან ეს სიღრმე, იმიტომ რომ ახლა აქედან რო ვხედავთ, ხო, იქ თბილისის ქედს და მთაწმინდის ქედს და ეს დაინახოთ, რომ კედელი მიდის, გადადის ამ ქედის მიღმით და თვალსაჩინოს რო ეფარება არის რაღაცნაირად ძალიან ესეთი გრანდიოზული, მასშტაბური და კულტურული შოკის გამომწვევი. ამასთან ერთად სამხრეთ ჩინეთს რო გადავალთ, ნიკო შენ დაგითხრობ საუბარს, თუ ვიცი რომ პეკინი არ გეყავს, ამიტომ მე ვისაუბრებ. აი ცხოვრობდი ერთი წელწადნახევრის განმავლობაში ამ ქალაქში და ბუნებრივია ამ დიდი და ხო ცისტაძარი ასევე რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩინური იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის რიგში შესული ისტორიული ძეგლი და დიდი კედელი, ზაფხულის სასახლე, აკრძალული ქალაქი, იგივე კუკონგი, თიანანმენის მოედანი და დროის განმავლობაში შეიძლება უკვე ასე ვთქვათ მე-19-მე-20 საუკუნის ჩინური ხუთონგები, ეს არის დაახლოებით ჩვენი ნარიყალას მსგავსი უბანი, ეს ვიწრო ქუჩები თუ როგორ ცხოვრობენ, სამწუხაროდ დიდი ნაწილი ამ ხუთონგებისა დღეს ასე ვთქვათ აღებულია კაპიტალიზმმა, ასე ვთქვათ შეიწირა, მაგრამ საბედნიეროდ არის დარჩენილი, სადაც შეგვიძლია ასე გავიდეთ მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გახსნილ საოჯახო სამზარეულოებში და ასე ვთქვათ ჩაის სახლებში, ჩაი მივირთვათ, გამოვიყვებოთ და შეიგრძნოთ ის მთელი რაღაც ადგილობრივი ავთენტური კულტურის მთელი ის ნაირსახეობები. 5000 წლის ხო, ჩაის ბუნებრივია, ჩაის კულტურის ისტორია, რომელიც ზუსტად თარიღი არ არის დადგენილი, ლეგენდის თანახმად ერთ-ერთ იმპერატორს ჩაუვარდას მის დროს, მაგრამ ეს ზუსტად ბუნებრივია, არავინ არ იცის. და ასევე აქ ძალიან კარგია ხუთონგებში სეირნობა და ღამის მარკეტებში, რომ არის εν რაოდენობის, ასე ვთქვათ, კულტურული თუ სუვენირული არტეფაქტები და მე მაგალითად ძალიან მეყვარს ასეთ რაღაცების ყიდვა. პეკინი 1 და პეკინის შემდგომ ფიქრობდით, მოკლედ რომ ვთქვათ, სად შეიძლება ჭანძიძეს ნაყოფი ხარ? მაშინ შანხაიში და ხანჯოუში რომ ამაზე გეტყვი. შემდეგ ფიქრობდით, რომ არ გვინდოდა დატვირთული ყოფილიყო მარტო აი რაღაც კულტურული ძეგლებით. იმიტომ რომ კულტურული ძეგლების გარდა ჩინეთში არის ძალიან ლამაზი ბუნების ძეგლები, რომლის ხილვისას მე პირადად მართლა რა ვიცი, აი ბუდიში და პირი მქონდა გაღებული ლამის 3 დღის განმავლობაში და მასშტაბითაც და სიდიადითაც და ვიზუალურად აი რაღაც წართული ამის ვერბალურად გადმოცემა პრეზენტაცია მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკურად ვერ ვუშვებთ. შესაბამისად გამომდინარე იქიდან რომ მარტო არ ყოფილიყო დატვირთული კულტურული, ასე ვთქვათ, ისტორიული ძეგლებით ჩავთვალეთ, რომ ბუნების ძეგლების ნახვაც ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მიქსი იქნებოდა და ძალიან ბევრი ადგილია ჩინეთში, εν რაოდენობის, მაგრამ გეოგრაფიული, ასე ვთქვათ, ფაქტორებიდან გათვალისწინებით, რომელიც უფრო მარტივია მისასვლელად და ასე ვთქვათ, ძალიან არ გაზრდის რაოდენობას მოგზაურობის და ამავდროულად ფინანსურ ნაწილსაც, გადავწყვეტეთ, რომ ასე ვთქვათ, ცენტრალურ ჩინეთში საინტერესო იქნება ჭანძიაძიეს ეროვნული პარკის ხილვა.
ჭანძიაძიეს ეროვნული პარკი ალბათ ყველას გექნებათ ნანახი, ეძახიან ხოლმე ჯერ ფოტოებით და ასევე პლანეტა პანდორა, ავატარის ცნობილ ასე ვთქვათ კინემატოგრაფიულ შედევრში პლანეტა პანდორას კონცეპტ არტი ეს დაკიდებული ისეთი რა ქვია კუნძულები ჰაერში კონცეპტ არტი არის აღებული ჭანძიაძიეს ეროვნული პარკისგან. ეს არის აი რომ წარმოვიდგინოთ ძალიან ცუდი ახლა ფოტოები რო არ მაქვს ვერბალურად მიწევს, მაგრამ დაახლოებით კაცხის სვეტი რომ გავზარდოთ სიმაღლეში 10-ჯერ და რაოდენობაში 100-ობით. ანუ კაცხის სვეტის მსგავსი ეს ამოზიდული კირქვის სვეტები ასეულობით, ან შეიძლება 1000-ობით და იხედები და იქ არის სამი საინტერესო მნიშვნელობა ხაზი მინდა გავუსვა. ჭანძიაძიეს ეროვნულ პარკში არის სამი საინტერესო ტურისტული ატრაქცია. პირველი არის უშუალოდ ეს ჭანძიაძიეს პარკი, რომელიც ძალიან ეგზოტიკურია, იმიტომ რომ როცა შედიხართ ამ ეროვნულ პარკში, მაიმუნები დახტიან თავზე და ძალიან ესეთი ონავრები არიან და შეიძლება რაღაცა წაგართვას არ ჩვეულებრივად. იქ რაღაც კონკრეტული ჯიშის მაიმუნები და შემდგომ უკვე შედიხართ ბილიკით ამ ასე ვთქვათ ეროვნულ პარკში, მათ შორის საბაგიროთი და ავტობუსებით და იშლება საოცარი ხედები აი ამ კარსტული სვეტებისა, რომლებიც არის ამოსული და მე უკვე ამ სვეტებზე ხშირ შემთხვევაში არის ხეებიდან ვიზუალურად ეს არის იმდანაც ლამაზი, მე სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ამაზე ლამაზი ბუნების ძეგლი ბეჭინეთში ბევრ ადგილზე ვარ ნამყოფ, მაგრამ მე მგონი არ მინახავს. შეიძლება ერთადერთი კვეილინი ეს სამხრეთ ჩინეთშია, მან გაუწიოს კონკურენცია, მაგრამ ალბათ გაუჭირდება. მეორე ლოკაცია არის ასევე ძალიან საინტერესო, ეგრეთ წოდებული 64-ის კარიბჭე. აი წარმოვიდგინოთ ეს უზარმაზარი კლდე და 1000-ობით და 1000 წლის განმავლობაში ქარმა ისე გამოფიტა ეს კლდე რომ არის ასე უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ღრმული ამ კლდეში და იქნება შტაბეჭდილება, რომ და ქვემოდან როდესაც ადიხარ და ხედავთ რომ არის კლდე და უცებ ღრმული და იქნება შტაბეჭდილება, რომ არის ამ პორტალი, აი ზუსტად 64-ის თიანმიან შანქოვი თქია ჭინურად, რომ არის 64-ის პორტალი, იმიტომ რომ ხედავ ამ ღრმულს და ღრმულს იქეთ ვეღარ ხედავ ვერაფერს. ხშირ შემთხვევაში არის ნისლი და ღამის განმავლობაში ძალიან ლამაზია, რომ აბსოლუტურად, ანუ ვიზუალურად გექნება, რომ სადღაც გადადიხარ სხვა რაღაცის პორტალია, ჩვეულებრივად ვიზუალურად გავს ჩვეულებრივად პორტალს. ფილმებში და პორტალიც გვინახავს. და იქ არის 999 საფეხურიანი კიბე, რომლის ავლა არ მოგიწევთ, იმიტომ რომ ზემოდან ჩამოდიხართ, ექსკალატორებია, მიწისქვეშ ჩინელები ყველგან აშენებენ, ძალიან კომფორტულია მაგ კუთხით, ექსკალატორებით ჩამოდიხართ, მაგრამ ჩვენ ფეხით ჩამოვიარეთ, იმიტომ რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზია. და მესამე არის ასევე იქვე, ანუ 1 საათის სავალში და ერთ კომპლექსში შედის, სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინის ხიდი. აი ჩვენ ტარო წალკის კანიონში არის გაკეთებული, ალბათ 5-ჯერ უფრო გრძელი და სიმაღლეში გაცლებთ უფრო მაღალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინის ხიდია. და ვფიქრობ ეს და ასევე თვითონ ქალაქი ჭანძიაძე არის პატარა, ესეთი ჩინური ქალაქი პატარა სულაც არ არის, 2 ქუთაისის ხელაა, მაგრამ ჩინური სტანდარტებით პატარა. საკმაოდ კარგი ესეთი არც თუ ისე კარგად განვითარებულია და შესაბამისად ეს უფრო იძლევა საშუალებას რაღაცნაირად ავთენტური კულტურა შევიგრძნოთ. ამის შემდგომ ვფიქრობდით, რომ ამ ისტორიულ პეკინის ისტორიულ ნაწილსა და პლუს ჭანძიაძიეს ბუნების ძეგლების შემდგომ, რომ თანამედროვე ჩინეთი და მისი ასე ვთქვათ მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნის ჩინეთის გვენახა და ამისთვის შესანიშნავი ადგილი არის არ დროში როგორ მოხერხდება, მაგრამ ეს დასაგეგმი გვაქვს, შესანიშნავი არის ამისთვის შანხაი, ყველასთვის ცნობილი ქალაქი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ქალაქი, მაგრამ ის მე-19 დაახლოებით თითქმის 100 წლის განმავლობაში იყო ნახევრად კოლონიზებული. შეიძლება ითქვას კოლონიზებული. შესაბამისად ეს არის ქალაქი, სადაც ერთხარეს, როდესაც გაიხედავთ ჩათვლით, რომ ხართ, რა ვიცი, ევროპაში, ან ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში გეგონებათ თავი, გამოხედავთ მეორე მხარეს არის თანამედროვე ჩინური სათავმჯენები და ძალიან საოცარი კონტრასტია დასავლურის აღმოსავლურის, ანუ მე-19 საუკუნის, ასე ვთქვათ, დასავლეთის და 21 საუკუნის ჩინეთის მიქსისა
შანხაიში ხო და შანხაიზე და შანხაისთან ერთად კიდევ ხანჯოუზე ან სუჭოუზე ესე ძალიან საინტერესო ქალაქია ნელიკო გააგრძელებს იმიტომ რომ ის ხანჯოუში ცხოვრობდა 4-5 წელი სამხრეთის მოყვარულია ჩრდილოეთი არ უყვარს ვაშოს მე სამხრეთის მოყვარული ვარ და აკეთ ნელიკო გვესაუბრება იმიტომ რომ შეიძლება ისიც წამოვიდეს ამ მოგზაურობაში შანხაისამდენ დღეს ვიქ ალბათ სადღაც მაინც 2-3 დღე იუს პლანი და ასე შემდეგ შანხაიში ალბათ პირველ რიგში უნდა ვნახოთ ჩვენთვის ცნობილი აკატიანს ვეძახით ჩინურად ჩექინის საუცილებელი ადგილი შანხაის ვაითანი სადაც ვხედავთ აი ამ შანხაის ცნობილ ცათამბჯენებს და მათის დასათვალიერებლად სავარაუდოდ ერთი დღე მაინც დაგვჭირდება აი ამ ძველი ქუჩიდან ნანძინლუს ჩათვლით რომ გავიაროთ თან იქ შეგვიძლია ჩინური სამხრეთული კერძები, არა უფრო წასახემსებელი რაღაცები დავაგემოვნოთ და სნექები დავაგემოვნოთ. ასევე შეგვიძლია ეს ნანძინის ქუჩაც ძალიან ლამაზია, იქიდან რომ გამოდიხარ მე ვაითანზე და შემდეგ უკვე შეგვიძლია ხიდებზე გავიდეთ ან მუზეუმთანაც. მუზეუმიც ძალიან კარგია, შანხაის მუზეუმი იქვია. უკან ფონზე მოჩანს ეს ჩვენი შანხაის ცათამბჯენები და შეგვიძლია ისიც დავათვალიეროთ. აქედან მუზეუმსაც თუ მოვინახულებთ და ნანძინლუსაც, ამის შემდეგ ეს ყველაფერი. შორს აკვარიუმი აქვს კიდე ძალიან. კი, აკვარიუმიც ძალიან კარგი აქვს. ძალიან რაოდენობის. თუ, სანახავის მეტი რა არის, დრო არის, თავარი დრო თუ ექნება ამ ყველაფრის. და კიდე მეორე ჩემი აზრით ასევე საინტერესო იქნება თუ შეგვეძლება და გვექნება სურვილი წავიდეთ მეორე დღეს შანხაის კინოცენტრში. ოღონდ ეს კინოცენტრი გადასაღებ მოედანზე, რომელიც დროში მოგზაურობასავით გამოდის, ავტომატურად გადავდივართ წინა საუკუნის შანხაიში. რესპუბლიკის პერიოდის შანხაიში, სადაც ასევე ძალიან მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ აღიქმება როგორც დღევანდელობა, რადიკალურად განსხვავებულია ძველი შენობებით, ძველი წარწერებით, ასევე იქ შემოგთავაზებენ, რა თქმა უნდა, ციფაოს ჩაცმას, თუ სურვილი გექნებათ ძველებური რა წინა საუკუნის მაკიაჟით და ვარცხნილობებით, ამით ესეც შეგიძლიათ ტრადიციული ჩინური კაბები, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ულამაზესი ქალის კაბა თუ რამე შეუქმნია მე-20 საუკუნის მოდაში მე პირადად ძალიან მელამაზება. ბატონო მეც ქალებს უხდება სასწაული. ცოტა ძალიან ჩინური რომანტიზმის პერიოდია. დღეს რომანტიზმად აღიქვამენ ამ რესპუბლიკის პერიოდს და მანდაც შეგვიძლია შევიდეთ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოცდილება იქნება. და იქაურობის დათვალიერება პლუს ეს ფოტოებიც და როგორც ქალებისთვის მე მგონი ძალიან კარგი იქნება გასართობად. ხო, იუს ბაღიც მესამე დღეს ან ერთ დღეს შეიძლება ეს კინოცენტრი და ეს იუს ბაღი. რაც შეეხება იუს ბაღზე ორი როდეს ეთქვით რომ თქვა ახ რატო გამოვყავი, ზოგადად ჩინური დამეთანხმება ალბათ სალომეც და ნელიკოც ჩინური კულტურის ერთ-ერთი მახასიათებელია, იაპონურითაც პრინციპში, იაპონურისაც აღმოსავლური ბაღები. აღმოსავლური ბაღები ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო კულტურული ფენომენი აზიის, პატარა ხიდები, ფარნიანი ნავები, რომლითაც დღეს ტურისტული ატრაქცია გადადიან, ეს რაღაც თავისი ტირიფები, მათ შორის ლოტუსები და სხვადასხვა ხელმცენარეები, ძალიან დატვირთული ხელმცენარეები და პლუს არხები, ყველა ეს აუცილებელი კომპონენტია. ეს ქმნის რაღაცნაირად ისეთ ესთეტიკურ ერთიანობას და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმდენად სასიამოვნოა, რომ მე ძალიან ხშირ ბევრ დროს ვატარებდი ხოლმე ასეთ ბაღებში, მათ შორის უფასოში და ფასიაში და იუს ბაღი არის ძალიან ლამაზი, რატო? შედიხართ ბაღში, არის ეს უზარმაზარი ჩინური, ეს თქვათ, პატარა შენობები, ყვავილები, ლოტუსი, ერთ სიტყვით, ძალიან ლამაზი. და ზედხეთზე თავზე დაგყურებთ ეს 21 საუკუნის შანხაი და ძალიან საინტერესო კონტრასტია რაღაცა შუა საუკუნეების ბაღიდან ხედავ ზემოთ ამ თანამედროვე შანხაის და საინტერესოა. ამის შემდგომ და ამასაც მე ნელიკო გააგრძელებს, ზუსტად ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობთ, კარგი იქნება მატარებლით მონახულება ერთ-ან ორ დღიან ტურში ორი ძალიან ლამაზი ქალაქია და უნდა გადავწყვეტოთ რომელი, ერთი ხანჭოუ და მეორე სუჭოუ. ორივე არის ძველი ჩინური ქალაქი, მათ შორის იყო
მოდი გააგრძელოთ ხანჯოუზე, ასუჯოუზე და შეიძლება ვნახოთ და მე უკვე იქიდან უკან გამოვბრუნდეთ. მოკლედ, შანხაის შეგვეძლება 3 განსხვავებული ეპოქის ნახვა. პირველი იქნება ეს იუს ბაღი, შუა საუკუნეები, მეორე რესპუბლიკის პერიოდის გადასაღები მოედანი და მესამე დღევანდელი შანხაი. და აქედან შეგვიძლია სწრაფი მატარებლით დაახლოებით 1 საათით არ უნდა ხანჯოუში 45 წუთი, 350 კილომეტრით მოძრაობს და 45 წუთი უნდა აბსოლუტურად. აქედან და იქ რო გავიდეთ. 45 წუთი სამწუხაროდ ჩვენთან ექსიამოვნება არ გვაქვს. 45 წუთი ჩავალთ ხანჯოუში და ხანჯოუში რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ვნახოთ დასავლეთის ტბა. ოღონდ სანამ ხანჯოუს და სუჯოუს ვიტყოდე, მანამდე უნდა ერთ-ერთი რომელიმეს მანამდე მაინც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ საქართველოს არის 64 დედამიწაზე და გვაქვს რაღაც ლეგენდები ამასთან დაკავშირებით. აი ჩინელებს კიდევ აქვთ ესეთი, რომ ზემოთ ესეთი გამოთქმა, რომ ზემოთ არის 64, ქვემოთ კიდევ ხანჯოუ და სუჯოუ. შესაბამისად, მარტო ჩვენ კი არ ვართ სამხრეთზე და ხანჯოუზე შეყვარებული, მთელი ჩინეთი ყველას თვალში ხანჯოუ და სუჯოუ არის ყველაზე ლამაზი ადგილი დღესაც კი. ზეპის სიტყვიერებაში, ლიტერატურულ ზეპის სიტყვიერებაში ითვლებოდა, რომ ჩინეთის ორი ლამაზი, ყველაზე ორი ულამაზეს ქალაქი იყო ხანჯოუ და სუჯოუ და ამ თვალსაზრისით იმსახურებს რომელიღაცა ქალაქი ნახვას მაინც. პოეტებიც კი თავიანთ ლექსებში ხშირად კრიზისი რომ ჰქონდათ ეს პოეტებს მიდიოდნენ დასავლეთის ტბაზე რომ რაღაც მუზეები წამოსულიყო და მოკლედ ძალიან ბევრი პოეტი თითქმის ყველა პოეტს თითო ლექსი მაინც აქვს მიძღვნილი ამ დასავლეთის ტბაზე და გარდა შემოქმედებითი იმპულსებისთვის არაჩვეულებრივი. მათ შორის მარკო პოლოს ჩანაწერებში არის ის რომ მარკო პოლო აღწერს ხანჯოუს რომ ერთ ძალიან დადებითად მოიხსენებს, ზუსტად ციტირება არ მაქვს, მაგრამ პერიფრაზი რომ მოვახდინო, ის გაოცებული იყო იმ სილამაზით, იმ ურბანული დაგეგმარებით, რაც მე-13 საუკუნის ხანჯოუს ჰქონდა. ორივე ეს ქალაქები არიან წოდებული როგორც აღმოსავლეთის ვენეცია. ძალიან ბევრი არხები იყო, ბუნებრივად ვენეციასავით არა, მაგრამ ძალიან ბევრი არხები არის სუჯოუშის და ხანჯოუშის. ხანჯოუ შედარებით პეკინთან და შანხაისთან შედარებით პატარა ქალაქად კი ითვლება, მაგრამ მაინც უზარმაზარია. თბილისის ქალაქია. ხალხითაც ძალიან მოსახლეობაც ძალიან ბევრი ყავს. შესაბამისად, მანდაც ალბათ მოგვიწევს რაღაც არჩევნის გაკეთება, რა ადგილები უნდა ვნახოთ. მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად სანახავია დასავლეთის ტბა. დასავლეთის ტბა არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტბა მთელს ჩინეთში. ერთ-ერთი კი არა, ყველაზე ლამაზი ტბა მთელს ჩინეთში. არა, ოღონდ არის ძალიან დიდი. მთელი დღე არ გვეყოფა მის ის რომ შემოვიაროთ შესაბამისად ალბათ რაღაც ნაწილს ვნახავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ სასტუმრო შეგვიძლია ახლო ვიპიროთ. და საღამოს ფეხითაც დასავლეთის ტბის, იმიტომ რომ ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი ახლოს იყო და ხშირად გავდიოდით, მე ერთ რეგიონ უნივერსიტეტში ვსწავლობთ მე და ასე ვთქვათ ნელი. დასავლეთის ტბა საინტერესო რატომ აი წარმოადგენთ თბილისის ცენტრში რომ იყოს ტბა, აი კუს ტბა რომ ჩამოვიტანოთ, მაგრამ იქაც ვაკის ამ თაწმინდის სორლაკის ტერიტორიაზე, მაგრამ რო იყოს 10 არ კიდე 20-30 ჯერ უფრო დიდი და ამ დასავლეთის ტბის ირგვლივ არის ეს ჩინური ბაღები გაშენებული, კიდევ ძალიან რომანტიკული. იქვე არის გვერდზე ლეიფენგის პაგოდა, ეგეც. და ამ დასავლეთის ტბაზე ტბის სანახაობის გარდა იქ შეგვიძლია ეს ჩინური ბაღებიც ვნახოთ, ზოგი უფასოა, ზოგი ფასიანი. ასევე დასავლეთის ტბაზე შევხვდებით მარკო პოლოს ძეგლსაც. და შეგვიძლია ასევე ძველებური ჩინური გემებითაც გავისეირნოთ, ან პატარა ნავებითაც. და გარდა ამისა, იქვე დასავლეთის ტბის მეორე მხარეს არის ლეიფენის პაგოდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი პაგოდა მთელ ხანჯოუში. და გარდა ლეიფენის პაგოდისა, იქედან ახლოს არის ლინინის მონასტერი, რომელიც ლინინის მონასტერი მოიცავს ფეილაიფენსაც. ფეილაიფენი არის კლდეში ნაკვეთი ბუდების ტერიტორია. ამბობენ, რომ ჩინური გადმოცემით აქ ჩამოვიდა ერთ-ერთი ინდოელი ბუდა, რომელმაც იხილა სულები. ინდოელი ბერი ხო, რომელმაც იხილა სულები და ამიტომ დაერქვა მერე ამ ყველაფერს, ამ პაგოდასაც და იმ ტერიტორიასაც ლინინი, სულების სამალავი გამოდის ქართულად. და იქედან უკვე დღემდე მოქმედი მონასტერია. ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ანუ კონტინენტური ბუდიზმის ერთ-ერთი უდიდესი მოქმედი მონასტერია, სადაც ჩვეულებრივ ლოცვა მიმდინარეობს
და მე როცა ჩავედი, ძალიან მალე მოხვდი აქ და ეგ იყო ჩემთვის მართლა ეს პირდაპირ ერთ-ერთი კულტურული შოკი, იმიტომ რომ შედიხარ და ცხოვრებაში არ მყავდა ამდენი ეს ბუდისტი ბერი და ეს გალობები და ძალიან დიდია თან და თან ამ ყველაფერთან საინტერესოა და ალბათ დამეთანხმებანელი კოც რომ ეს ყველაფერი არის ტაძრების დიდი ნაწილი ზოგადად ჩინეთში არის ძალიან კარგ ბუნებაში. ხო. ტყეში ეს ლინის მაშინ რომ შედიხარ სადღაც უღრან ტყეში ხარ რა ანუ არაფერი არ არის ირგვლივ ზოგადად ტაოისტური ტაძრების ეგეც იყო რომ სულ უნდა აგებულიყო მთის წვერზე სადღაც გადაკარგულში და ეს თავისებური იმას წინს რა ესთეტიკას იმიტომ რომ შედიხარ აუცილებელი კომპონენტი წყალი მდინარე თუ რაღაც ჩამოდის არხი და ეს ლინის ტაძარი არის საოცრება იმიტომ რომ ათეულობით ეს ბუდისტი სხვადასხვა რანგის ბერი რომ დადის ხალხი ლოცულობს თან ეს მოქმედია ალამაზ ხო და ანუ წარმოიდგინეთ შედიხართ ამ ტერიტორიაზე ფეილაიფენის მხრიდან თუ შევალთ მაგ ტერიტორიაზე შევდივართ ჯერ ვხვდებით რაღაც კლდეში ნაკვეთ ბუდებს რომლებიც ყველაზე კარგად შემორჩენილია დღევანდელ ჩინეთში სხვადასხვა ასაკის სხვადასხვა დანიშნულების ბუდები და ამ ბუდების კლდეში ნაკვეთი ბუდების ქვემოთ არის მდინარე თუ ტბა არის არ ვიცი ეს ზუსტად რომელშიც არის ოქროს თევზები და აი ულამაზესი სანახაობა ამის მერე უკვე ნელ-ნელა ამ გზის გავლით შევდივართ უკვე პაგოდებში მონასტრებში და პაგოდაც აქვთ იქვე ოღონდ სხვადასხვა სამონასტრო კომპლექსი უკროა ეს ლინის მონასტერი და ბოლოს კიდე შეგვიძლია სურვილი იქნება რა თქმა უნდა ანუ ამ მონასტრების გავლით არის პატარა მთა და მთაზე თუ ახვალ არ ვიცი იცი თუ არა ხარ თუ არა ნამყოფი იქ არის ეგრეთ წოდებული ბედის მრჩეველი რომელთანაც აყოფილვარ მან თაზე ვარ ხო ვიცი არ გამომიცდი ანუ კი გექნებათ ფილმებში მე მგონი უნდა იყოს ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარ დავჯავშნოთ ბედის მრჩეველი მარკეტინგულად მე მგონი კარგად წაიღებს ეს თემა ოღონდ ერთი პირობა აქვთ თუ აგისრულდა და თუ მოხდა ანუ შეგიძლიათ სურვილით ჩაუთქვა და რაღაც თუ აგისრულდა ეს ყველაფერი უნდა როცა აგისრულდება აუცილებლად უნდა მოbrunდე და ეგრეთ წოდებული ხო პატივი მიაგო მიქაურ მონასტერს მე მგონი ჩიტი ბრუნად ღირს ზოგადად ეს როცა საუბრობდით ამ ასე ვთქვათ ტურზე და ნუ ხანჭოუში კიდევ არის ასე ვთქვათ თანამედროვე ადგილი მათ შორის ისტორიული ხალხანძიე სადაც არის ძალიან ბევრი სნექები და ასე შემდგომ მაგრამ დაახლოებით ეს რატო შევკარით ეს კონკრეტული ლოკაციები ჯერ ერთი ლოკალურად გეოგრაფიულად სამკუთხედი იქნება და ასე ვთქვათ არ არის რთული მარშრუტი მეორეც კიდევ პირველი გასვლა თუ ასე ვთქვათ წარმატებით შედგება ჯგუფი რომ გვინდა იყოს რაღაცნაირად ცოტა ყველაფერი მათ შორის ისტორიული ძეგლები, ბუნების ძეგლები, კულა ის ახსენა კინოგადასაღები მოედანი, ცოტა კულტურული ელემენტები, სპირიტუალური მომენტები, რომ რაღაცნაირად ბევრი მხრიდან დავინახოთ ეს უზარმაზარი და ძალიან რთული კომპლექსური ცივილიზაცია. დროს რაც შეეხება ალბათ სასურველი მაინც ალბათ 10-12 დღე მინიმუმ დაჭირდება, იმიტომ რომ დიდია ჩინეთის სამწუხაროდ და გადაადგილებას დრო ჭირდება. ყველგან, მაგრამ კარგია რომ არის ჩქაროსნული მაგისტრა მატარებელი და ასე შემდგომ. მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ რა ვიცი, იქიდან ჩამოსული ადამიანს შეიძლება თქვა რომ ნახა ბევრი რამე და მით უმეტეს მე შევეცდები, მაგრამ მე თუ ვერ მოვახერხე ჩვენი ასოციაციის რომელიმე წევრი აუცილებლად იქნება რომ ეს თქვათ კიდევ ისეთი კომპონენტია, როდესაც პროფესიონალი სინოლოგი ცდილობს ახსნას იმ ადგილების რაობა და თქვათ კარგი უარყოფითი თუ მრავალი კუთხიდან დაგანახოს და არა მაგალითად ჩინელმა რომელიც ალბათ რო იყოს აუცილებლად პოტიომკინის სოფლებივით მარტო იმ ადგილებში გატარებს რაც უნდა ნახოთ. ჩვენ შეგვიძლია ისიც ვნახოთ და ისიც ამ თვალსაზრისით მგონი საინტერესო გამო. ეს არის დაახლოებით მოკლე მონახაზი სამწუხაროდ პრეზენტაცია მქონდა გააკეთებული, მაგრამ რაღაც ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გაუშვით. მაგრამ ამ სახელებს გამოგიგზავნით და თქვენმე შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტით. ეს არის დაახლოებით მონახაზი, რაღაცები შეიძლება ალბათ შევცვალოთ, გადმოვაადგილოთ, მაგრამ ვფიქრობთ პეკინი დიდი კედელი ერთად, ანუ პეკინი ეს თავისი ამ ისტორიულ კულტურული ძეგლებით, ბუნებრივია დიდი კედელით, ჭანძიაძიეს ბუნების ძეგლი
და შანხაი ხანჯოუ სავარაუდოდ ეს 19 შუა საუკუნეების და 19-20 საუკუნის ჩინეთის თავით 21 საუკუნის ეს ჩინეთის ეკონომიკური სასწავლი ჩანხაიში ძალიან კარგად აღიქმება და ხანჯოუს აქვს ეს რაღაცა სპირიტუალური ნაწილი, იმიტომ რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, როდესაც ამხელა კულტურის ერი ორ ქალაქს უძახის, რომ ზემოთ არის 64, ქვემოთ ეს ქალაქები გვაქვს და ჩინეთში დამერწმუნე ძალიან ბევრი ქალაქია, ალბათ რაღაც ნამდვილად არის ისეთი დაეჯერება ჩინელებს და ვფიქრობ ამ კუთხით საინტერესო იქნება ხანჯოუში სხვა ქალაქებისგან განსხვავებით იმის შეგრძნებაც იქნება, რომ ბუნება, წარსული და თანამედროვეობა ძალიან მწვანე ქალაქია, ეს არის ძალიან კარგად. მწვანე ქალაქია ძალიან ხანჯოუ და მაგიტომ გვიყვარს მეც და ნელისას და ვინც იქ ვსწავლობდით პეკინისგან განსხვავებით, ეს ძალიან მწვანე ქალაქი და ეს რაღაცა არხები, ბაღები არის, ძალიან კარგი ურბანული. საუწყაროდ თბილისის ჩვენ დედაქალაქი ვერ მივა, იმიტომ რომ ძალიან მწვანე სუფთა და მოწესრიგებული ქალაქია და ეგ ცოცხალის და პლუს ეს ისტორიული ქალაქიდან აი რომ დასავლეთის პარაც ახსენა გახვალ სადღაც 9 საათში და უცებ ჩადიხარ უღრანტყის სადაც ეს ბუდისტური კომპლექსია და ეს რაღაცა ძალიან საინტერესო ის არის კონტრასტი რა. ეს არის დაახლოებით მოკლე მონახაზი. დანარჩენი მე უკვე ალბათ ტურისტულ კომპანიასთან ერთად რაღაც დეტალებს დავაზუსტებ. ძალიან საინტერესოა. ახლა უკვე ფინანსური ნაწილი უკვე ეგ ჩვენი აღარ არის. ზოგადად არის ხელმისაწვდომი და იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და შევეცდებით რომ ესე იყო პირადად ჩემთვის ყველაზე გასაოცარი მაინც ჩინურ ხელოვნებასთან ის არის რომ აი რაღაცა უფრო სიცოცხლეზე, მშვენიერებაზეა ორიენტირებული, მაგალითად ჩინური ხელოვნება ნატურმორტზე, მკვდარ სივრცეზე აქცენტს არ აკეთებს და უფრო ცოცხალზე და მისტიურზე, ამ ესთეტიურზე ფობაზია მიდრეკილი და ძალიან მაინტერესებს. ძალიან მიყვარს ეს ჩინური პეიზაჟის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ხაზია. ეს სახშიც მაქვს, იმდენი ჩამოვიტან მამაჩემ მეხუმრებოდა მუზეუმს ხსნიო, ბუნებრივი ორიგინალები არა, მაგრამ ძალიან ლამაზია ეს ჩინური პეიზაჟის აღქმა, ძალიან ესთეტიურია და მე მგონი აქ მე თუ მოვივლით იქაურობას თქვენ ცენტრსაც დაშვენებს ამე ისეთი გრაგნილი ჩინური თავისი ყველაფრით ძალიან მინდა რომ გამოვიდეს ეს ჩვენი ტური. დიდი მადლობა და ერთი ბოლოს მინდა რომ აი რადგან ჩანაწერს ვაკეთებთ დარჩეს ეს ისტორია ჩვენთვის რაღაცა ჩინეთი ძალიან უცხოსთან და ძალიან მიუწვდომელთან არის დაკავშირებული და ეს უმიყვირდა აი რატო აირჩია მაგალითად იგივე შაკო ეს თემა, როდესაც სტუდენტები ვიყავთ, ხა ჩინური სწავლა ძალიან რთულია, ხო? და აი რაღაცნაირად გზავნილივით რომ გაუგზავნოთ ახალგაზრდებსაც, მომავალ თაობას, თქვენმა არჩევანმა გაამართლა და აი რატომ ჩინეთი, რატომ უნდა შეისწავლონ ეს კულტურა და ის მოუწოდოთ მოგზაურობისთვისაც, რადგან რეალურად ჩვენ არ ვიცნობთ ჩინეთს და მე მგონი ერთ-ერთი წამყვანი ცივილიზაციაა მსოფლიოში. ჩვენ მე ჩემ თავს გულისხმობ ნაკლებად მაქვს ინფორმაცია და აი რაღაცნაირად თქვენი мотиваციაც, იმიტომ მე მგონი პროფესიულ თვალსაზრისით ახლა გეთქმით ამ ამბავზე. ხო, ალბათ გეთქმის რაღაცები, კი ბატონო. მეც ვიტყვი და მე ასე ვთქვათ, ნელიც თავის მოსაზრებას გაგვიზიარებს. ალბათ ეს ყველაფერი ძირითადად დაიწყო გამიჭირდება ზუსტად გახსენება, მაგრამ შეიძლება ითქვას პუსტის ჩანოპაზელის მარკო პოლოს თემიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმდენად როცა წავიკითხე ჯერ კიდევ შორეულ ღრმა ბავშვობაში ამ კულტურაზე, ძალიან საინტერესო, მიუწვდომელი ჩანდა და ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით. და პლუს ამავდროულად ეს იყო გარკვეულწილად ასე ვთქვათ, გამოწვევაც, იმიტომ რომ წახვიდე უცხო რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ითქვას საშიშ ვიღაცისთვის, თუმცა საშიშ არაფერი არ არის და შენგან განსხვავებულ კულტურაში, სადაც ენაც ყველაფერი განსხვავებულია ამ შემთხვევაში საქართველოსგან და აღმოსავლეთ ევროპისგან, იყო რაღაცნაირად არა მხოლოდ სწავლის თვითგანათლების საინტერესო შესაძლებლობა, არამედ რაღაცნაირად აღმოჩენების შესაძლებლობა
და ეს აღმოჩენების ამპლუაში რო ხარ, აი თანამედროვე მარკო პოლოს ამპლუა მე პირადად ძალიან მომწონდა და ალბათ იდენტურს ვიტყვი ნელიზეს და ბევრ ჩვენგანზეც ვიწყობილა, იმიტომ რომ იქ რო ჩადიხარ, გარდა იმისა რომ ენას სწავლობ თუ სხვა რაღაცებს სწავლობ, ხარ სრულიად ახალი აღმოჩენების, გააზრების და შეცნობის, ძალიან რთულია. მომენტში და რა ვიცი, მე არამხოლოდ ჩინეთზე, თუნდაც იგივე ინდოეთი, მე მექნება რეკომენდაცია პროფესიულიც და ისედაც რომ ნაცლებით მეტი ყურადღება დაუთმოთ აზიას, იმიტომ რომ ამ კონტინენტის მარტო ჩინეთს არ გულისხმობ, იაპონიასაც, კორეასაც, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, იაპონიაც, აი თქვენ ნეპალში იყავით წინაზე ვიცით, ამ კონტინენტის კი ბატონო კიდე მიდიხართ, ამ კონტინენტს აქვს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, რაღაც ისეთი არა მხოლოდ სპირიტუალურ დონეზე, თუნდაც იგივე გასტრონომიული თვალსაზრისით, ესთეტიური თვალსაზრისით, რაც დამერწმუნეთ დიდი ალბათობით მე ვინც ვიცი ყოველ შემთხვევაში არავის არ ტოვებს გაწმილებულს ყველას მოსწონს ხოლმე დიდ ნაწილს, ვინც აზიაში არის და შეიცნობს იქაურობას, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო რეგიონია. და რაც შეეხება მოგზაურობას, ვიმედოვნებ, რომ ამას ახლა ვერბალურად ავწერთ, ადგილზე გავიაზრებთ, შევიმეცნებთ და მე უკვე სხვებსაც გავუზიარებ. აღმოჩენები მე თვითონ გითხრა საკეთ და მე სიმართლე გითხრათ, თავიდან ვსწავლობდი არაბისტიკაზე და მეორე პროფესია დავიღე, მაინც აზია, მაგრამ არა შორეული. და მე მეორე ხო, სრულიად განსხვავებული და მეორე პროფესია დავირჩიე სინოლოგია და გადაწყვეტილება იმის თუ რატომ მაინც ჩინეთის მხარეს წავსულიყავი საბოლოოდ და არა არაბულის მხარეს იყო ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ჩინეთი იყო უცნობი. არ მქონდა საკმარისი მასალა და არაბულში უკვე იმდენი საქმეა გაკეთებული, რომ საკმარისი შეიძლება არ არის, მაგრამ შედარებით საკმარისია და ჩინეთში უფრო გაცილებით მეტი რამ იყო გასაკეთებელი, რაც ალბათ მაშინაც ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად შემეძლო რომ გამეკეთებინა და ერთი პირველი გადაწყვეტილება ეგ იყო და დღემდე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება რაც მიმიღია. ხოლო რაც შეეხება მეორე მხრივ, მართლა მარკო პოლოს როლში თავის წარმოდგენა ძალიან კარგია, იმდენი სიახლე, იმდენი უცხო რაღაც ჩვენთვის მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ენას და ისტორიას და რაღაც კულტურას ზოგადად ვეცნობოდით უნივერსიტეტში, მაინც როცა იქ უკვე ჩადიხარ, რადიკალურად სხვა რაღაც ხდება, არ ხდება ის, რასაც მედიაში აშუქებენ და ეს ინტერესი გასტრონომია სხვა, მენტალობა სხვა, ლინგვისტური მენტალობა, ანუ ენაში რას როგორ გამოხატავენ ეგ სხვა ეთნიკური და ეთნო, ასე ვთქვათ, მენტალიტეტი სხვა, ეს სტილი, კორპორატიული კულტურა აბსოლუტურად სხვა და ეს ყველაფერი იმდენად განსხვავებული, რაღაცნაირად გძნობ, რაღაც თითქოს ხარ უცხო პლანეტაზე, პატარა ჭიანჭველასავით და რაღაცებს და ამას ალბათ ხო რთულია ბუნებრივია ჩინეთი და არც სხვა შორს ჩინელებთან კომუნიკაცია არ არის მარტივი, აი დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვისაც მათთან აქვს რაღაც ტიპის კორპორატიული თუნდაც სავაჭრო ურთიერთობები, ძალიან რთული ხალხია, ბევრი ფაქტორების გამო, მაგრამ ამ ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს აი ჩინური კერძივით აი ტკბილს ხარესოურს, რაც არის ზუსტად ესეთი ნაზავია და ეს აქის რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაცებზე ძალიან სხვანაირად ხედავენ, ცოტა რთული ის არის, მაინც ამ ყველაფერს აქვს რაღაცა ის პეცი, რაც მე ერთხელ თუ დაუკავშირდი, მე მიჯაჭვული ხარ ხოლმე, რაღაც ეს აქვს ამ აღმოსავლეთ აზიას. ახლო აღმოსავლეთი არ ვიცხოვრია ვერ გეტყვით. დიდი მადლობა. მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ მალე შეიკრიბება ჯგუფი, რა სეზონს გვირჩევთ უფრო რეკომენდაცია? რეკომენდაცია გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად კარგი სეზონი ალბათ ჩვენთვის და ფიქრობ არის შემოდგომის პირველი ნახევარი, ან სექტემბერი, ან ოქტომბერი, ოღონდ ოქტომბერი, პირველი 7 ოქტომბერი არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის ჩინეთის, ასე ვთქვათ, ეროვნული დღე, ანუ დამოუკიდებლობის დღის კვირეული, როდესაც მთელი ჩინეთი მოგზაურობს. ეს არის დაახლოებით ან ესე იგი 20 სექტემბერიდან 30 სექტემბრამდე, სადღაც ამ მონაკვეთში, ან 10 ოქტომბრიდან მერე. ეს მონაკვეთი, ანუ ან სექტემბრის მეორე როგორ? გაზაფხული ალბათ ყველაზე გაზაფხული თებერვლის შუა რიცხვები. არა, გაზაფხულის დღესასწაული არის თებერვალში.
მაისი. ნუ ხო პეკინში და იქეთ მაინც ცივია და ამიტომ მაისი თორე სამხრეთში ამბობ თებერვალიც კაია. ჩვენ ახლა მაგალითად შემოდგომაზე რამდენიმე კვირი გვაქვს დაგეგმილი და ცოტა ეს გაჭირდება, მაგრამ მაისისთვის, იმიტომ ნეპალში 2 გასვლა აქვს, ესპანეთი გვაქვს, ეგვიპტე გვაქვს დაგეგმილი და ცოტა ესეთი რეჟიმი გადა. შესაბამისად ხო, ჩვენ ვცადოთ ძალიან სექტემბერი, ოქტომბერი, აი ნოემბერი ხანჭოუშტემაში არ არის პრობლემა, მაგრამ პეკინში ცოტა ცივა და დიდ კედელზე ცოტა ცივა პეკინში. ძალიან არა, მაგრამ ხო, პეკინი კიდევ სხვაშორის ქუთაისის გავს ხარიანია პეკინი. აგვისტო ცხელია ძალიან, აგვისტო ცხელი. მაისი უკვე გადასარევი. აი ეგ არის ის მომენტი, რაზეც ძალიან მიჭირს ასე ვთქვათ განსაზღვრა, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ კულტურული და ინტელექტუალური ნაწილის ბუნებრივი მხარდაჭერას გავწევთ, მაგრამ ეს უკვე ალბათ დამოკიდებული იქნება რა ტიპის სასტუმრო ხვება. სამვარსკვლავიანი სასტუმრო ღირს არის, ოთხიანი, ორიანი, აი როგორია ევროპის ტიპის არის. სამვარსკვლავიანი სასტუმრო კი შეიძლება, იმიტომ რომ კი რა, სამვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძლება რატომაც არა. კი არა, ნორმალურები აქვს. თან ერთ პატარა საიდუმლოს გამომხელ, მაგათ პარტიის წევრებს არ შეუძლიათ 5 ვარსკვლავიანებში და 4 ვარსკვლავიანებში შესვლა. შესაბამისად, 3 ვარსკვლავიანები კარგადაა მოწყობილი. უბრალოდ ერთი მომენტი არის ის, რომ გამომდინარე, რომ დიდია ჩინეთი, აი ტრანსპორტი ფინანსურ ნაწილში, აი მაგალითად პეკინში ხო ჩავფრთხილ პეკინიდან ჭანძიაძიეზე, ან უნდა გადავფრინდეთ, ან უნდა წავიდეთ, თქვა დასაძინებელი მატარებლით. შემდგომ ეს შიდა გადაადგილება არ არის ძალიან ძვირი, მაგრამ არ არის ასევე ძალიან იაფი, იმიტომ რომ დიდია ჩინეთი ვთქვაროთ და ალბათ, ნუ შანხაი, ხანჭოუ ეს უეჭველი მატარებელი არ არის აქ პრობლემა, მაგრამ აი აქ ჭანძიაძიემდე მისვლა და იქიდან მერე შანხაიში გადმოსვლა, ეს ალბათ უკვე მერე ტურისტულ კომპანიასთან ერთად უნდა ფინანსურად როგორანაირად დალაგდება, იმიტომ რომ ფრენასის კარგი ისაა აქ, რომ დროში მოკლია, მაგრამ ცოტა ძვირია. მატარებლები თუმცა როცა ამ ხელა მარშრუტს ირჩევ, ჯობია ხო ჩინეთი იმდენად კი სურვილი რო აგვისრულდება, მე კიდე წავალ, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ ამდენად დიდ მარშრუტზე როცა მიდიხარ, სიტყვაზე $200 ხარჯი აღარაფერს აღარ ცვლის და ჯობია რომ ეს თავიდანვე განსაზღვრული იყოს. კნება მაგალითად არ არის ძვირი, ანუ ახლა რა ვიცი, თლა რაღაცა იმაში თუ არ შეხვედით სადღაც პერტაუერის პენტჰაუსში თუ არ ახვედით და რაღაცა, ანუ ჩინეთი საკვების თვალსაზრისით, ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც საკმაოდ, რა ვიცი, აი დღეში ადამიანს, რა ვიცი, აი $15 ხო ეყოფა რა $15 100 ვენა როგორ გიგაცა. 15 ანუ $15-20 ჩემს საკონცო რა არ ყოფა. ნუ ეხა გაჩნია თუ რაღაც მართლა ისეთი ახლა დელიკატესები და რაღაცები ზოგჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საშუალოდ $20 ძალიან ჩვეულებრივი ის არის და არ არის, ანუ თან ნუ თუ დაამატები ჩაი და რაღაცები ცოტა მეტი. ხო, მომენტია, მაგრამ თან ჩინურის კვების თემას ეგ აქვს, კარგი ახლა ვიყავი სიანში ზუსტად და ყველაზე გემრიელად სადაც მე ესეთ სამსახურიდან მივლინებით და ძალიან კარგ რესტორნებში გვატარეს ყველაფერი, რომ ყველაზე გემრიელად სადაც ვიკვებე იყო ჩვენ რო ვეძახით ხოლმე ის სასადილოებს და ზაბიგალოებს არის უგემრიელესი, უსაყვარლესი ხალხი, აი დაახლოებით ჩინური ვიკენდია საქართველოში, თან რო გადაყვებიან, რაღაცა უშველებელი იმგენ პორციებით მოაქვთ ყველაფერი და სისუფთავის თვალსაზრისითაც რა ვიცი, მე პირადად 10 შემთხვევიდან 8-ზე არანაირი პრობლემა კარგია სიტყვით. მისაღებია. ამიტომ ეს დაიმზაბიკალო გასვლებთ რომ გემრიელია და თან ის რაღაცა ხალხური მომენტია. ძალიან დიდი სიამოვნებით ველოდი. ანუ არა აუცილებელი მაინდა-მაინც, თორე მე მაგალითად ამ ზაბიკალოებში კი ან ამ სასადილოებში ესეთი გემრიელი რაღაცები მაქვს ნაჭამი, დიდ რესტორნებში არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ იქ უკაცრავად და აუცილებლად უნდა შევიტანოთ ტურში რაღაცა ესეთი კერძის კეთების გამოცდილების შეყვანა. ბევრად უფრო აი კულტურასთან ხელშესახებია და ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით. შეგვიძლია